მოგესალმებით, ეს არის გადაცემა საუბრების სტუდიაში. ამ გადაცემის წამყვანები კი ვართ 166-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ანუკი მამულაშვილი, პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე დუკი არეშიძე, საერთაშორისო სკოლა British Connection-ის მოსწავლე თუთა თავაძე და 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ნემსაძე. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბატონი ნუგზარ ერგემლიძე. მოგესალმებით ბატონო ნუგზარ, დიდი მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისათვის. მინდა პირველივე კითხვით მოგმართოთ ბატონო ნუგზარ. თქვენ ბრძანდებით მომღერალი, სიმღერების ავტორი, პოეტი, მხატვარი, ასევე იყავით პარლამენტარი. საინტერესოა რა ხდება დღესდღეობით თქვენს კარიერაში? იგივე ხდება რაც ხდებოდა. ანუ პოეტისა და მხატვრის კარიერა მუსიკოსის ნიშნავს ყოველდღიურ შრომას ამ დარგში. ახლა ამჟამად მე მგონი სერიალში მომიწევს მონაწილეობა გოგი კირვალიძე გახლავთ თან პარალელურად ჩემი ცოლის დაკალებში. თუ ადევნებ თვალყურს. იქ მიმიწვიეს და ვითამაშე და მე მგონი რამდენიმე სერიაში კიდე მომიწევს გადავიდა. ამჟამად ეგა. ისე ძირითადად წერ თარგმნი. ამჟამად თუ გაინტერესებთ ლადო ასათიანს თარგმნი რუსულ ენაზე. ძალიან საინტერესოა. ფილმ ჩემი ცოლის დაკალის ქორწილში იყო თუ არა თქვენი პირველი როლი და თუ იყო რა ემოციებთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული? პირველი როლი იყო ჩემი ფილმში და საერთოდ მინდა გითხრათ რომ ბავშვობაში თქვენი ტოლი რო ვიყავი ვითამაშე. ბათუმში დავამთავრე მე სკოლა და იქ იყო სკოლის 90 წლის თავი. ეს ის სკოლა რომელიც ილია ჭავჭავაძემ დააარსა აჭარაში. პირველი ქართული სკოლა. ხოდა იქ 90 წლის თავზე ჩვენ გავითამაშეთ ერთი აქტი თუ არ ვცდები ბატონ შოშია ჩხაიძის შოშიას ეძახდნენ ესეთი მოფერებით სახელი ჰქონდა იესაში ზღვა და სიყვარული. იქ რაღაცა ვითამაშე, მაგრამ ეხლა ის სულ სხვა იყო ვიდრე ამ მრავალ მილიონიანი მაყურებლის წინაშე წარდგენა და რა ვიცი და ეხლა ვისაც თავში ეს მოვიდა ალბათ მართლა რეჟისორია თორე მე ვერც კი წარმოვიდგენდი რომ თქვა შეიძლება მე ესე მეთამაშე გამოსახიერებია როლი არა ჩემი თავი მეთამაშა როგორც ტელე გადაცემებში ხდება ამ თქვენთანავე არამედ სხვა ადამიანი მეთამაშა ალბათ კასტინგს დიდი მნიშვნელობა აქვს ალბათ იმიტომ რომ როცა ეძებდნენ აი ესეთ კაცს რომელიც მოსკოვში აცხოვრებია რუსული იცის ჭაღარა და ასე შემდეგ ალბათ მე ამიტომ შემოჩნდა თუმცა ესეთები ბევრი არიან კიდევ მას მადლობა უთხრა ეს ისტორია მოხდა საოცარი ისტორია იყო იმიტომ რომ მოვდივართ რა ბათუმიდან მეგობრები სამნი ვიყავით ავტომობილში გადავარდა თურქეთის დიდი მანქანა საერთოდ ნიშნების ცოტა ჯერა იცით ხო და ვერ მივდივართ ვერსად და ამერიკა მიშამ შულდაძემ და მეუბნება კინოში გადაიღეს ბატონო მე ვიფიქრე რადგან აქ ჩაიკეტა აი გამოსავალი აქ არე და ხო ეს ხათაშორის მინდა გირჩიოთ რომ როდესაც რამე შემოგთავაზებენ უარი არ უნდა უთხრათ იმიტომ რომ მე არ ვიცოდი ვითამაშებდი თორე მაგრამ რაღაც წამის მონაკვეთში ვიფიქრე თუ ვერ ვივარგებ ხო გამომიშვებენ სამ არა და ასეთი გზნობით მივედი იქა რომ აი ესე ჩაიცვიო დუბლიონკა ჩაიცვიო ჩავიცვი მოდი ყვავილებ დაიჭირე გავიჭირე სათოლე გაგიდა გავიჭირე აბა ესე თქვიო გავაღე კარები და ისე გამახო ისე გამიხარდა შენი ამბავი ვარ ჩამოსო უი რა კაია მე მეორე თქვიო თქვი და ასე გაგზავნა რა თუ ვერ ვიტყოდი კარგად ხომ მეტყოდნენ ბატონო ნუგზარ თუ შეიძლება წამზადეთ რასაც ეხლა ამას თქვენთვის ყვები ეს ისეთი რამ არის ეს უფრო რთულია ხა ცოცხალ ეთერში რო ხართ თუ რაღაცას რო იწერ შეგიძლიათ თქო რომ მე არ მომწონს ეს თავი დამანებენ და უარი თქო ხო აი თქვენი პროფესიაც ახლოსაა და ბატონო ნუგზარ რა არის თქვენთვის მთავარი მუსიკა ლიტერატურა თუ მხატვრობა აი ხელოვნება არის თქვენ როგორ თვლით ვინ არის ნუგზარ ერგემლიძე უფრო მეტად მუსიკოსი პოეტი თუ მხატვარი ძალიან რთული კითხვა არ არის საქმე რა შეეცეთ მე რობერტ ბარძიმაშვილმა ბატონმა რობერტმა მაესტრო პირველად ლექსები ასე ვთქვათ თხოვა რომ დამეწერა ხო და სადღაც 20-20 წლის ვიყავი რომ ნატურის ხეიცით ალბათ სიმღერა ის ჩემი ლექსია
გულმართალი კაცი მიყვარს ესე ის ჩემი ლექსია და ასე შემდეგ. პირველი ქართული როკ ოპერა შედგა, მაშინ ალტერნატივა იყო. დიახ. მოდი იქ არის ბევრი ჩემი ლექსი და ესე დავიწყებ, თუმცა სიმღერებს ყოველთვის წერდი. მე მიყვარდა ჯგუფები, Beatles-ი, Creedence, Chicago და ასე. დიახ, ბატონო ნუგზარ, მე ვიცი რომ ჯგუფმა Beatles-მა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ბავშვობიდანვე რომ მოусმინეთ მათ სიმღერებს. ამის შემდეგ თქვენ გადაწყვიტეთ რომ დაგეწერათ მუსიკა და გესწავლათ გიტარაზე დაკვრა რამდენადაც მე ვიცი და დღემდე გაყვათ ამ ჯგუფის სიყვარული ან სხვა რომელ ჯგუფს გამოარჩევდით ან მომღერალს ან მუსიკოსს ვის მიიჩნევთ თქვენი შთაგონების წყაროდ? ეხლა ეს ცოტა შორიდან დავიწყებ, იმ დროიდან დავიწყებ, იმიტომ რომ თქვენ ეხლა გაქვთ აკრძალოს თავიდანვე, თქვენ ეხლა გაქვთ ფართო სპექტრი. შეგიძლიათ რასაც გინდათ იმას მოусმინოთ და Beatles-ი მაშინ იყო საერთოდ სულ სხვა მუსიკა. აი თუ ნოსტალგია თუ გაქვთ თქვენ არხი, ან რეტრო რუსული არხებია, თუ მოусმენთ, ალბათ მიხვდებით რა იყო Beatles-ი აი ამ ფონზე, როცა კაბზონი მღეროდა. გუშინ ნახე ისეთი მომღერალი, მაშინაც არ ვიცოდი რა არსებობდა. რომელიც ღერის ესე რაღაცა და შენ მუშჩინო. რაღაც ესე ყალბი პათეტიკა. არასწორი მელოდია, რომელიც არ ქსიამოვნებს, რატომღაც ესე იყო. ხო, იყო ჯორჯ მარიანოვიჩი მე მინდა გითხრათ, რადმილა კარაკლაჩი, იუგოსლაველი მომღერლები, რომელიც ჩამოდიოდნენ და სპორტის სასახლეს ავსებდნენ. გადარეული იყო თბილისი, მანამდე ვან კლაიბერნი იყო ჩამოსული. მანამ მარინო მარინი მე არ მინახავს, მაგრამ ვიცოდი რომ ესე იგი ინგრეოდა აქაურობა. იმიტომ რომ ეს იყო თავისუფლება პლუს მუსიკალური თავისუფლება იყო და Beatles-მა საერთოდ საბჭოთა კავშირი დაანგრია. პირდაპირ გაგები დაანგრია, იმიტომ რომ კომკავშირელი იყო ადამიანი და უნდა ეშენებია კომუნიზმი და სინამდვილეში ბიტლომანი გახდა. ანუ მან შეიცვალა საერთოდ თავისი ფსიქიკა, თავისი აზროვნება და ზუსტად ამ თაობამ ბიტლომანებმა დაანგრია საბჭოთა კავშირი. იქ მაკარევიჩი იქ ისე და თქვენ რომ მკითხეთ. დიახ, აი რატომ მაინც Beatles-ი და ვინ იყო თქვენი კომენტი? რა მინდა რომ გითხრათ, ამას თქვენს გარდა ბევრი სერიოზული მუსიკოსი მეკითხება. რა მინდა იცით რომ გითხრათ? აი ეხლა რომ რამეს მოусმენთ, გაგაჟრიალებთ. აი გაგბურძგლავთ, აი ეგეთი ეფექტი იყო. როცა მაგალითად ჩემი მეგობარი მოვიდა, ახლა აღარ არის ცოცხალი, მესვა გაანათლოს და ესეთი დაკეცილი ფილფიტა მოიტანა. მერე კულტურულ ფორმაში გამოდიოდა ესე და იქ ფილტვები ეხატა ვიღაცის. და იმაზე წერდნენ. თორემ დადო Beatles-ების სიმღერა Honey Don't, ეს არც მაკარტნი იყო, Ringo Starr ყოფილა, მე რა ვიცოდი ხა ვინ იყო. და ესე იგი გადავირია რა. I say, well, honey, don't. I thought, well, honey, well, honey, don't. I tried to make it a smell. Shiraka, strana, mayara. The beauty that I said, how is super? Even Rikshi. თუმცა მანამდე ელვის პრესლი იყო და ლუი ამსტრონგი და რა ვიცი. რა საკითხი დაიწყეთ სიმღერა, როდესაც შეგეძლო. მე არ მოვიტყუები ახლა, მარტო კი. მომღერლობაზე და რა, მომღერლობაზე არ ვაცნობები, არა ჩადებულია რაღაცა კოდი. მე გიამბობთ ახლა მარტო Beatles-ი არ იყო, რა თქმა უნდა, იყო ორერა. იყო არაჩვეულებრივი ხატრული ფილმი თოჯინები იცინია. თქვენ ალბათ იცით უკვე. ისიც ისეთი ფილმი იყო, აი, ბუმი იყო, იქაც თავისუფლება იყო რაღაცნაირი. ეს არ იყო ესე იგი დაგეგმილი ვიღაც კოლმეურნეობის თავმჯდომარე გეგმებს რო ასრულებს. მანამდე ეგეთ ფილმები იყო, თუმცა ქართულ კინოში ყოველთვის იყო სიყვარულის ელემენტი, ხუმრობა, ირონიულად დასცინოდა ქართველი რეჟისორი და სცენარისტი იმ ყოფას, რაშიც ვიყავდა. ეს თოჯინები იცინიან უკვე თანამედროვე თბილისი, ეგ ჩამოდის იოვანა, გახსოვთ თქვენ, ქართულად რომ ღერის თბილისო, იქ არის არაჩვეულებრივ მსახიობთა მთელი შარავანდედი გუნდი, რაც გინდა ის დაარქვათ, ნერა თავაძე ახალგაზრდა არის სესილია თაკაიშვილი, საოცარი სამურებელი და რაც თავარია, იქ იყო სიმღერა. შემოფტი და გამიფრინდი, როგორც თოლია. ინდი მინდი ფერა, ამაზე ხომ გიждდებოდი.
სხვათა შორის დუკის მამა არის მერაბ თავაძე. და ჩემი ბაბუა. დუკის მამა. ჩემი მამა. ეგე. მე ხო არ ვიყავი შეთანხმებული. ამ დროს უნდა უთხრათ მაყურებელს, რომ ეს არ ვიცოდი და ჩვენ არავითარი ასე ვთქვათ წინასწარი საუბარი არ გქონია. ზუსტად 5 წუთით ადრე მოვედი სტუდიაში. დიახ. ბატონო ნუგზარ, მოგვიყევით თქვენი კარიერის დასაწყისზე თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ რაიმე. ნუ ახლა ყველაფერი იწყება მხატვრობით, მაინც ისეთი მე მაინც განსაკუთრებული ვარ ეთყობა. ექსპონატი. დედამიწაზე ყველაფერი მხატვრობით იწყება, იცით ალბათ, ხო? უძველესი მხატვრობა არის გამოქვაბულში. იქედან იწყება, ასე ვთქვათ, ჩვენი ხსოვნა, ადამიანური მახსოვრობა, უბრალოდ memory. რა ხშია საქმე? ვიღაცა მივიდა და დახატა როგორ ნადირობენ. ანუ პირველი ინფორმაცია მისცა და ჩემ ცხოვრებაში, ალბათ თქვენც ხატავდით, ხო? პირველად იწყება ხატვით, ხო? ხატვით იწყება. ამ ზეს დახატავ, დროშას დახატავ, ესა და მე როგორც მოხდა ძირითადად ცივილიზაციას, მე ასოები მოყვა ამას. ის მოყვა ეს ხატვით დავიწყე მეც. სამხატვრო სკოლა დავამთავრე, სამხატვრო აკადემიაში კი. სწავლობდი და სხვათა შორის ჩემთან ერთად თქვენ რაღაცა ახსენეთ მაშინ როგორ იწყება და ეს არავინ არ იცის ხელოვნებაში რა ხდება და სამხატვრო აკადემია დაამთავრა ავთო შარვაძემ კომპოზიტორად ვიცნობთ ახლა ზურა მანაგაძემ კომპოზიტორად ვიცნობთ ახლა და კიდე არიან ახლა არ მახსოვს უბრალოდ ბატონო ნუგზარ მამასაც კითხავთ რა ფაკულტეტი დაამთავრეთ დიზაინი ხო ბატონო ნუგზარ მაშინ ერქვა ისა დეკორატიული გამოყენებით ფაკულტეტი. სინამდვილეში დიზაინი იყო, მაგრამ არ არქმევდნენ, იმიტომ რომ ის ოცხოური იქედან იყო. და თქვენ რა ან ვინ გეხმარებათ ასეთ მრავალმხრივ საქმიანობაში? აი თუ შეიძლება ითქვას, ვინ არის თქვენი მუზა? და ცოტა რამ თქვენ ნახატებში. მუზა ხა თუნდაც ეს ნახატი ჩემია აქ. აქედან ეს გრაფიკა. აი ეს გაჩუქა ბატონმა ნუგზარმა თავისი ციკლი. ძალიან საინტერესო. აქ არის მისი ნახატებიც, როგორც ვთქვა. ნახატები არ არის, ეს არის ხო? ეს არის თქვენი ნახატი, ხო? ძალიან საინტერესო, მგონი. დიახ. ხო, კითხვა რა გეხმარებათ ასეთ მრავალმხრივ წარმატებულ საქმიანობაში? და ვინ არის თქვენი მუზა? ხო, რა ვიცი, ხო, მუზა კონკრეტული რა თქმა უნდა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა მუზა. მუსიკის მუზა ცოტა სხვანაირია. პოეტური მუზა სხვანაირია, დაფრინავს უფრო კარგად. თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ სიმღერა როცა იწერება, აუცილებლად ითხოვს ორივე ხარის, ორივე ფრთა უნდა გაშალოს მუზა. იმიტომ რომ ლექსი თუ სუსტია და რაღაც სისულელებია, კაი მუსიკას აფუჭებს ხოლმე, ხო, შეგიმჩნევიათ არა? ისევე როგორც ლექსი, ცუდი მუსიკა. და კარგი ლექსია, თქვა, არაჩვეულებრივი და აი მე მგონი დუკის უნდა ერთი წუთი ვიტყვი. ვია 75 რა ემოციას იწვევს თქვენში ამ სიტყვის გაგონება? ხო, რა ვიცი. ეს არის ჩემი ცხოვრების ალბათ ყველაზე ლამაზი პერიოდია ეს ვია 75, იმიტომ რომ ახალგაზრდა ვიყავი. ჯერ ერთი. მე რობერტ ბარძიმაშვილი და საერთოდ ორერა მიყვარდა ძალიან, იმიტომ რომ ორერას დიელოს ბევრი ქართული ჯგუფი იყო, რომელსაც შეიძლება მოგესმინა და მაშინ სხვათა შორის დღეს გონიათ, რომ უფრო კარგად უკრავენ და თუ გადახედავენ და მოусმენენ, მაშინ არ იყო არც ესა სამპლარული ჩაწერა და არ იყო კომპიუტერული ჩანაწერები. ყველა უკრავდა თვითონ და სათამღეროდნენ, ხო? ასე რომ თლათ ეგრე არ არის საქმე. რა თქმა უნდა, ახლაც უკრავენ, მაგრამ როგორც 100 მეტრს 5 წამში ვერ გაერბეს ადამიანი, ასევე იმაზე კარგად მაინც ვერ დაუკრავს ჯიმი ჰენდრიქსი, რასაც შეხვდა და ასე შემდეგ ეს. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ეხლა სუსტები არის. არის რაღაცა, რომელსაც უბრალოდ ვერც აჯობებ, არცაა საჭირო. არცაა საჭირო. ახალი უნდა წამოვიდეს, ახალი უნდა შეიქმნას და ასე შემდეგ. კიდევ უცებ ფეხბურთზე გადმოხვდები. აი გუცაევი რო ყოფილიყო საფრანგეთთან ნაკრებში, ჩვენები არ წააგებდნენ. არ წააგებდნენ, იმიტომ რომ იმას შეეძლო მოეტყუებია 3 კაცი. და ახლა ჩვენ ნაკრებში არავის არ შეუძლია. ასე რომ ეს მაპატიეთ, ასე რომ ეს დროში
ორერა მაგარი იყო და უფრო მაგარი ჯგუფი შექმნა მე 75 რობერტ ბარძიმაშვილი. ბატონო გზარ თუ შეგიძლიათ ცოტა რამ თქვენი ოჯახის შესახებაც ვიამბოთ და როგორია ნიგზარ ერგემლი და ზოგადად სახლში ისეთივე მხიარული არის როგორც მაგალითად ყოველთვის მხიარული მადლობთ კითხვისთვის. ყოველთვის მხიარული ახლა ალბათ ვერ ვიქნები, ახლაც არა ვარ ხო თქვენთან მხიარული. მაგრამ ოჯახში ძირითადად მუშაობ სულ. ეხლა იქ მაგიდაზე მიდევს თქვა წერ ხო? იქეთ რაღაცას ხატა. ეხლა გიტარა სულ უნდა მქონდეს. იმიტომ რომ მაწუხებს თუ არ ავიღე ხელში რაღაცას არ დავგარეეს, რა უნდა მაწუხებს. ეს უკვე ორგანულია. შინაგანი მოთხოვნილობა. ყველა აპარტყუნება რო არ შეიძლება ის. აი ვარჯიში ხო რომ გაიგვეძებს სპორტსმენი ისე ვარ მე. ხო ნუ არა ეს არის ძირითადი, იმიტომ რომ მუსიკამ გააცნო ჩემი თავი. არა მარტო სხვას, არამედ ჩემ თავსაც. ეს ფაქტია. ბატონო ნუგზარ, როგორც გადაცემის დასაწყისში ვახსენეთ, თქვენ იყავით პარლამენტარი. როგორ მოახერხეთ თუნდაც ხელოვნების სხვადასხვა დარგების პოეტობის, ასევე ხატვის, მუსიკის შერწყმა ამასთან და ხომ არ გამოიწვია გარკვეული პაუზა თქვენ შემოქმედებაში პოლიტიკოსობა? ეს ბოლო ცოტა გავყოთ ეგ შეკითხვა და პირველად ხიარულად გიპასუხებთ. იუმორში გიპასუხებთ. საერთოდ პარლამენტში უნდა იყოს ხატვარიც, ჩემი აზრით. ხატვარიც, ჟურნალისტიც, პოეტი, წერალი, ანუ და ესა და ახლა ამ შემთხვევაში იაფი დაჯდა ჩემი ყოფნა, იმიტომ რომ პოეტებიც მემაკითხავდნენ საჩივრებით, მუსიკოსებიც მემაკითხავდნენ და მხატვრებიც. ამას არ ვიტყვები ნამდვილად გეუბნებით. ასე რომ უფრო იაფი დაჯდა ამ შემთხვევაში. სხვათა შორის კულტურის მინისტრადაც გამოვდგებოდი, იმიტომ რომ მიხვალდა მარტო ერთი დარგი იცი ძნელია, ხო? არა ვინ დაგნიშნავს. ბატონო ნუგზარ, ჩვენთვის ცნობილია რომ თქვენ დაიბადეთ და სკოლა დაამთავრეთ ჩვენთვის ყველასთვის უსაყვარლეს ქალაქ ბათუმში. თქვენ შემოქმედებაში როგორ აისახა ეს ულამაზესი მხარე? თუ გაქვთ მიძღვნილი ამ ქალაქისადმი ალექსი ან ნახატი ან სიმღერა? სიმღერები მაქვს ბათუმომზემო სიცოცხლე შენ და შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში. მგონი 500,000 მაგაცმა ნახა ახლა. მე რატომღაც გაჩერდა. ეგ არის 9 მილიონი ხო? არის მაქვს სიმღერა საოცარია წვიმა, საოცარია თქვენ არ იცით ხო? ჩემ საიტზე არის ეგ სიმღერა ამერიკელი გოგონა მღერის ფოტოშუთ. ჩამოვიდა აქ და გამირეკეს ამერიკელი მღერის სიმღერას მე და ბათუმი ზღაპრულ ფერთა სამეფოს. კაი გოგონა მორმონია სხვათა შორის, მორმონი ეგეთ რელიგია. და სულ ჩითისკაბები დადიოდა. ჩვენთან რო დაიწყო ეს, ასე ვთქვათ, რევოლუცია თავისუფლების, ის ჩითისკაბით ჩამოვიდა და ამ ხრი ძალიან საინტერესო ადამიანია, მოგზალებული და აი მე ხო მატყობინები რომ უკვე ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლო და დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეს ჩემგან საჩუქრად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი სტუმარი გახლდათ ბატონი ნუგზარ ერგემლიძე. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.